არის უდიდესი მწერალი, რომ მისი ნებისმიერ ნაწარმოების გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ხოლმე და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ესეთი მწერლის მიერ დაწერილი ჩვენ თანამშრომლებს ეძღვნება. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ჩემის აზრით კიდევ ერთი გახსენება, კიდევ ერთი ხსოვნის დღე იმ ადამიანების და არა მარტო ადამიანების ცხოველებისა, რომლებიც ამეტივნის დაიღუპნენ და მათ შორის იყო გივიც, რომლის ხსოვნასაც მიეძღვნა ეს წიგნი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე ჩემთვისაც და ალბათ ყველა 13 ივნისის მოვლენების მონაწილისთვის, იმიტომ რომ ეს არის რაღაცნაირად დაფასების, აღნიშვნის და მახსოვრობის სიმბოლო. იმიტომ რომ ვიცით რომ ბატონ გურამ სურდა მიეძღვნა ეს წიგნი არა მარტო გივისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მონაწილეობა მიიღო და ის ფაქტი, რომ ჩვენ აქვთ გავართ ახლა და პინგვინები კარგად გზნობენ თავს ჩვენს უკან იმის დასტურია, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, გავუძელით ამ ყველაფერს. ელექტრონული წიგნების სახის საბასთვის დიდი პატივი იყო გურამ დოჩანაშვილის ცოცხალი კლასიკოსის თხოვნა, რომ მისი წიგნის ელექტრონული ვერსია უფასოდ გავრცელებულიყო ჩვენს მომხმარებლებს შორის. ეს მოთხრობა ეძღვნება მის სტუდენტობის მეგობარს, მარტოსულ ადამიანს, რომელიც ცხოვრობდა და მუშაობდა ზოოპარკში. ძალიან ემოციური მოთხრობა არის. დიდება მამა სადაც ეს სადაც მინას და სულსაც და მარადის და უკუნის დიუკუნის ამია. ესეთი სევდიანი დღეც არის და ესეთი ამავე დროს იმედის მომცემი, იმიტომ რომ როდესაც ლიტერატურა შემოდის, ყველაზე მეტად ლიტერატურა ასახავს რაღაც ისტორიულ ფაქტებზე მეტად, რაღაცა დოკუმენტებზე მეტად, თარიღებზე მეტად, კარგი ლიტერატურა და კარგი მწერალი უფრო მეტად ისტორიულია.